დაწყებითი კლასის დამთავრება მეოთხეს მეოთხეელებმა ერთად გრანდიოზულად გადაწყვიტეს. ლოკაციად კი თეატრალური მოედანი აირჩიეს. ღონისძიების წამყვანებად კი ამავე სკოლის წარმატებული კურსდამთავრებულები ანანო მეგრელაძე და გიორგი მგელაძე წარმოგვიდგნენ. დაირეკა ბოლო ზარი და სცენაზე ლურჯ ყვითელმწვანე და წითელმანტია მოსხმული მოსწავლეები პედაგოგებთან ერთად შემოვიდნენ. შემდეგ კლასებად დაიყვნენ და თეონო თალაკვაძის, მანანა ტყეშელაშვილის, თია კიკალიშვილისა და ლელა ლომთაძის კლასები ცალ-ცალკე წარმოგვიდგნენ. ამ დღის შემკვრელი და სულის ჩამდგმელი ეკა დარჩიაც მათთან იყო. თითოეულმა კლასმა პედაგოგთან ერთად სინქრონში სიმღერები შეასრულეს. ცეკვები კი ხაზის, სისტორით და სინატიფით წარმოგვიდგინეს. თემატურმა ვოკალურმა ნომრებმა და საქართველოს კუთხეების წარმოჩენამ ქორეოგრაფიული ნამუშევრებით, ასევე მსოფლიო ჰიტებზე აცეკვებულმა კოხტა გოგობიჭებმა გამოშვების საღამოს კიდევ მეტი დატვირთვა მისცეს და გაალამაზეს. სადღესასწაულო დღის დასკვნით ნაწილში სცენაზე ბავშვები, პედაგოგები და სკოლის ყოფილი და ამჟამინდელი ხელმძღვანელები დასტურად სიმტკიცისა და ერთიანობისა ერთად იდგნენ. დღის საზეიმო დასასრული კი მშობლების ცეკვა და პედაგოგების ერთობლივი პერფორმანსი იყო. კუთხეების მიხედვით ფაზლად შეკრული პედაგოგ ეკატერინე ოსტროვსკას მიერ შეკრული საქართველოს რუკა, როგორც მათი ერთიანობის სიმბოლო. ძალიან მომეწონა ყველაფერი. რატო ასევდიანი ეს დღე? ჩვენთვის თანხია. ანუ მეხუთე კლასში რო გადავდივარ და მასწავლებლები რო აღარ იქნებიან ჩვენი მასწავლებლები და ანუ მემზადებოდი ძალიან იგი მადლობა და მყავს დაჭერაში რომ დამიდგა მადლობა დიდი. ძალიან დიდ მადლობას ვუხდი იმისთვის ჩემ მასწავლებელს ეკას და მანანას რომ ესეთი შრომა ჩადო ჩვენთვის რომ ძალიან ესწავლებინათ და ძალიან დიდი შრომა ჩადეს ჩვენში რომ გვესწავლა. ჩემ მასწავლებელს იმას ვეთქვი რომ ძალიან მომენატრება მეხუთე კლასში როცა გადავალ. ძალიან მომეწონა მუშაობა, ძალიან ბევრი ვიმუშავეთ რომ გამოსვლა და რა ვიცი ძალიან კარგი იყო ჩვენ გამოსვლა და ძალიან მომეწონა. ჩვენ ძალიან ბევრი ვიმუშავებთ, ყოველ დღე გამოვდიოდით თეატრის წინ, 3 საათი მაინც მეცადინეობდით, ბევრი შრომა ჩავდეთ შიგნით და რაც თავარია გამოგვივიდა და მეხუთე კლასში ყველა ათიანებზე ისწავლეს ეს ვიცი. ჩვენ ძალიან წარმატებით ვემზადებოდით, ძალიან ნერვიულობდით და რაც თავარია არ შემჩნიეთ არაფერი ისე ცუდად არც გამოვხსნილა და მე მეხუთე კლასში მინდა რომ თრიან კლასმა ათიანებზე ვისწავლოთ. ეს არის ოზურგეთის ნომერ 4 საჯარო სკოლა. 4 კლასი ერთად ემშვიდებოდა თავის პირველ მასწავლებელს. ამაღელვებელი დღეა. მერვეც ვაცილებ 4 კლასებს. პატარ სიყვარულს, სიტყვას და მადლობა მშობლებო იმ სიტყვასა და სიყვარულის, რასაც ჩემთან ატანდით თქვენ შვილებს. მიყვარხარ. მინდა განსაკუთრებულად მიულოცოთ დღევანდელი დღე ჩვენს პატარებს, ვინც 4 კლასი დაამთავრა, მშობლებს, მასწავლებლებს. თქვენ ნახეთ ის არაჩვეულებრივი რამდენიმე წუთი, რომლებიც ამ ბავშვებმა გაჩუქეს. აქ ბევრი კარგი ღონისძიება მინახავს, ბევრი ანსამბლი მინახავს, ბევრი და მაგრამ ასეთი თბილი, ასეთი ემოციური, ასეთი სიყვარულის სავსე ალბათ ძალიან ცოტა.